Salam მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ვლოგების აღსაკვეთად ვიდეოს მოკლედ ეხლა პატარა საქმეზე ვარ გავიგებარ ქვემოთ და თან გეტყვით რა ხდება. სოფელში მივიდივარ დღეს, გადავიღებ ვლოგს. სანამ ვიდეოს და გავყევით. წავედი ხა ქვემოთ. პატარა საქმე ვქრათ ქვემოთ და დავჩვენთ რაღაცებს. ეხლა ნაბიჯი და სახშუალოდ შევხედოთ რაღაცებს უნდა ჩავლადე და ვიტყავთ ესე 4 დღეს. ხო, ეხლა ვარ უკვე სახლში და უნდა წავიდეთ ეხლა უკვე 1.5 საათი სოფელში. აგერ ჩემს დღეს დაგანახებთ. ეხლა მეგობრებო ჩავლავდით და ალბათ ცოტა ხანში წავალთ. მეგობრებო, 1.5 საათი სოფელში რაც ჩამოვედი, ძალიან დაღლილი ვარ მართლა. და დიდხან მომიწია გზაში. და ხო, დამიჯერეთ რომ მაგარი ვლოგი გელოდებათ, რასაც ქვია. ცოტას დავისვენებ და მერე გავაგზავნებ ისევ. ეხლა არ მეგობრებო ხამი, მაგრამ დავბოდიალობ გარეთ და რატომ არ ვიცი. სოფელში ვარ, რას თავარია, არ მეზობელთან დავალ და გავერთობი, რა ვიცი, რამეს ვიზავ რა. წავიდი. ჩემი დაშვილები ჩამოვიდა დაშვილები და ახლობლები და მერე უფრო მაგარ ვიდეოს გადავიღებ რა. და კიდე დავბოდიალობ, უბრალოდ დავბოდიალობ, ხო, არავინ არ არის, ვაფშე დავბოდიალობ რა. მე ვარ მარტო. ხო და ველოსიპედს უნდა ვიკატავ ხვალ. და მაგარი ვიდეო იქნება რა გვირდებით. რა ლამაზი ღამეა, ვარსკვლავებია მაგარი. დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? გუშინ თემი ღამე რა ქვია, რომ ჩამოვედი, ეგრევე ვიფოდიალე გარეთ და რაღაცები არ გადავიღე რა. ხო და ეხლა ველოსიპედით უნდა ვიკატავ მალე. მაგარი ველოსიპედი მაქვს. რომ ნახავთ, აი დარწმუნა მაგარი ველოსიპედია რა. ხო და ეხლა ქარია. ქვევით მაქვს ველოსიპედი ამოვიტან. და რაღაცებს გაჩვენებთ რა. აი ამ ბუნებით დატყვით უბრალოდ. აი წავედი. ეხლა ბურს დავაშვდა ცოტა ხანში. მერე ამოვიტან ველოსიპედსაც. ანუ არა არ ვიცი. მაგრამ ვერთობი. აი გაჩვენებთ რა რაღაცებს. წავედი. აგრეთ ხელა სოფელში. და ეხლა წავედი იქით ჩავალ. ამ პატარა მინდორს შეიძლება ავიდე. და წავედი თქვენ ჩავედი. წავედი. ეხლა ვერ შეგპირდებით რომ გაჩვენებთ თქვენ, მაგრამ რავი რა. უკაცამ გადამიფრინა ჩემი თავს. ესეთია სოფელში ხარ. მოდი დავუკრიფოთ. იესამნები. მაგრამ მინდა რომ ეზო გავაფუჭო. ხო და ფოტოები უნდა გადავიღო ახლა. და მერე ისე გაჩვენებთ. რაღაცებს რო ავალ პატარა მინდორზე. ბაი ბაი. ვიდეოთ პატარა მინდორიდან ჩაერთვებით ან არა. არ ვიცი. ცოტა გამოფხიზლები თორე გუშინ იმდენი ვიბოდიალე. რა ეხა ცირტალი უნდა შევისხა. გამოცოცხლდი ცოტა. ნახეთ, რასი ლამაზია. მეგობრებო, რას ფიქრობთ? ველს ამოვიყვან ახლა და გაჩვენებთ როგორ გადავ. ეხლა შეხედეთ მეგობრებო 2 წუთი. მოიცადეთ?
ეხლა გაიგებ ჩემი ამ ვიდეოში უმაგრეს ამბავს, რომ ჩავდივარ ხოლმე სულ აქ იმართება ბავშვები, ასე ვთქვათ, ველოსიპედით რბოლა რა. და პირველი, მეორე, მესამე ადგილი ესე ვართ რა. და ეხლა უნდა ვივარჯიშო ველოსიპედით, რომ დავიკავო პირველი ადგილი აუცილებლად. და გაჩვენებთ რაღაცებს, კადრებს. შეიძლება ზუსტად გასწრობა ეს ვერ გაჩვენოთ, მაგრამ რაღაცებს გაჩვენებთ. და პრიზი არ ვიცი რა არის, მე გეტყვით ალბათ. წავედი. ხარია, მაგრამ არა უშავთ, არ უშინდებით ხარს. უნდა ვივარჯიშო. რომ რაღაც ოტები ჩავიცვი. ორი წამით. ეხლა დაღმართებზე უნდა ვივარჯიშო ძალიან, იმიტომ რომ დაღმართები იქნება და უნდა მოვებზადო, რომ მე არ შემეშინეს დაღმართთან დავეშვები და თქვენს უყურეთ. პაგრიშკები დავბერე და ნახეთ რა. დაღმართი უნდა დავეშვი. დავეშვი. აქვე ერთ რაღაცას გადაგვეძუშე. ფერგაშვებულზე, იმიტომ ვარჯიშობ, რომ იქიდან ფერგაშვებულზე დაეშვე. იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი აღმართია და ანუ იქრევე უნდა დაატანო ფეხები. მე მაგას არ იხსნით. ფერგაშვებულზე უნდა ივარჯიშო რა. უნდა დავდგე და ისე უნდა ვივარჯიშო მერე. და მაგიტო ვარჯიშობ ეს თორე ისე რა მინდა. ისე დატარება ვიცი, ოღონდ ხო. უნდა ვივარჯიშო ახლა. და მე თქვენს შევხედოთ რაღაცებს. იმიტომ რომ ეხლა უნდა მოვიმზადო კარგად. რა ვიცი. ველოსიპედზე იმდენი ვარჯიშე რომ დავიღალე. მაგრამ კარგად ვივარჯიშე ჩემი აზრით. ჩემი ნავარჯიშები არავინ არ იქნება, იმიტომ რომ აი 9 საათია ვარჯიშობ. და კიდე უნდა ვივარჯიშო რა. დაღმართი უნდა დავეშვა. წავედი მემზადები საღამოსთვის. მეგობრებო, ეხლა სადაც უნდა დავეშვა, ეგ არის ძალიან დაღმართი. რა და მაგაზე ვარჯიშობ ბევრს. ანუ ჩემი სახლიდან უნდა დავეშვა რა. მაღალზეა ჩემი სახლი და რა უნდა დაეშვა ქვევით, ხო და. მაგაზე ვარჯიშობ ძალიან მეშინია. მაგრამ მე მგონი კარგი დავამბე, არ ვიცი. საღამოსთვის მე მოვიდებ. ეხლა დავიღალე, მე რო გავალწოდე, კიდევ უნდა ვივარჯიშო და გაჩვენებ საიდან უნდა დავეშვა. ხაგე წავედი. ეხლა მეგობრებო, არ გავჩერებულ ვარ. საჭირო ჭანების ვერ ვარჯიშობ, არის ეხლა გეტყვით 2 წუთით. 2:18 წუთი და 4:09 არის ასე რბოლა და დავიღალე მაგრად. 4 წრი არის სულ. მაგრამ ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ დაღმართებზე რამდენი ხანი აღარ ყოფილვარ და გაჩვენებთ ეხლა საიდან უნდა დავეშვა. უბრალოდ ნახეთ, საიდან უნდა დავეშვა. თან ჩემი ველოსიპედი არგი ახლა მაგის არ მეშინია რომ სადმე ან გაუფრწევა რამე ან დავეცები, მაგრამ просто დაღმართების მეშინია ძალიან. აი ნახეთ საიდან უნდა დავეშვა. აი აქედან უნდა დავეშვა. აი ქვევით ჩადის გზა. ხედავთ ალბათ. არის ასფალტი, იქ არაფერი არ არის კაცო, მაგრამ უბრალოდ მეშინია მაგრად. მაგრამ არა უშავს. პირველად გზა გავიმეთია. წავედი და ვივარჯიშო. ვივარჯიშე და დავიღალე მეგობრებო და ვფიქრე ცოტა ხანი ტყეში ამოვიდოდ. პატარა მინდორზე ავალე ხარ ავქნაო. 3 საათი დარჩა. რბოლამდე. და ვფიქრობ რომ იქ გადავიდე რა. მაგრამ ვიცი.
წერები არის თქვენი. წავედით ახლა იქით გადავიდეთ მოდი. აქ წყალში არ მინდა რომ ჩამოვტოპო საშინელს. გავისურვებ, იმიტომ რომ ახლები მაცვია. რბოლისთვის ვემზადებით. ჩემი მალე უნდა იყოს უკვე და მაგრამ ნერვიულობ, იმიტომ რომ მთელი დღე რომ ვარჯიშობ და ველოსიპედზე ვარ. გადაღებისუფლებას მომცემენ თუ არა, ეგ არ ვიცი. მედია კი. არ ვიცი. Cheers. ხოდა ასე მეგობრებო. კაი, წავიდი ახლა ვამზადებ ერთ რაღაცებს და უნდა აუცილებელია რომ მოკლე ანუ არ უნდა იყო რა მოკლემკლავიანით, იმიტომ რომ მოკლემკლავიანზე ანუ ხელები დაგიჩხაპნება რა, ეკლები და რაღაცებია და აუცილებელია რომ გეცვას მოკლემკლავიანი რამე და მე მოსაცმელი მოვიცვი. იწყება. აი წუთში. მაგრამ ნერვიულობ. ჩემი ეზოში ტარდება, იმიტომ რომ დიდი ეზო მაქვს და მაგიტო ობებს წაინახოთ არის ვფიქროთ რომ რაღაცას ვიტყუები, იმიტომ რომ ჩემი ეზოში ტარდება. იმიტომ რომ ჩემი ეზო დიდია. ვაილდა იწყება. მეოთხე წრია და გადაღებისუფლება მოვცი, იმიტომ რომ ბოლოა. ეს წრე აუცილებლად კარგად უნდა გავიარო. კაი. წამოვედი. დაგმართია. აი, ბოლოში ცით, აი, ვიქცეოდი უკვე ხრეში შემხვდა რა. და აი, ვეღარ ვაჩერებდი. თან ფეხზე დავდექი და აი მე კამერა რო გავთიშე, მე იყო ფეხზე დადგომა და ცუდად გავხდი. ძალიან რთულია დაშვება. ეგ შედეგებს თუ ვინ გახდა ველორბოლის გამარჯვებული. მთელი დღე ვარჯიშობდი და იმედია მე. არ ვიცი, ნახოთ. როგორც გავიგებ შედეგებს და დაიდება შედეგები, ეგრევე გააგებინებთ თქვენს. იმედია მე გავხდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან მინდა. მეგობრებო, შედეგები დაიდო და პირველ ადგილზე გავედი. ხო, პრიზ არაფერი არის, უბრალოდ თასი არის რაღაც პატარა, ძალიან გამეხარდა, უზომოდბედნიერი ვარ და დღევანდელი ვლოგი დამთავრდა. კარგ დღეს გისურვებთ.